ანდრომედიანელების გზავნილი 25 ოქტომბერი 2015 წელი. მოგესალმებით ძვირფასო დებოდა ძმებო. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ მოგიყვეთ ჩვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან მხარეზე, რომელიც მნიშვნელოვნად ასახავს ჩვენი პლანეტის მაცხოვრებლების მსოფლმხედველობას. საუბარი მიდის მოსახლეობას შორის ურთიერთქმედებაზე. ჩვენ ვიცით თუ როგორ თურად ეწყობა ურთიერთობები კაცსა და ქალს, ნათესავებს და მეგობრებს, კოლეგებს შორის, მშობლებსა და შვილებს შორის. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ისინი დაფუძნებულია დუალობაზე, ანუ პრინციპზე, ეს კარგია, ეს ცუდია, ეს სიკეთეა, ეს ბოროტება, ეს სწორია, ეს არასწორია და ასე შემდეგ. ხოლო რაც უფრო ძლიერად არის დარწმუნებული ადამიანი ერთში, მით უფრო მძვინვარედ ისავს თავის სიმართლეს და ყურს არ უგდებს მისგან განსხვავებულ აზრს. როგორც ცით კამათებში არ იბადება ჭეშმარიტება, არამედ იბადება გაუცხოება, გაღიზიანება და ერთმანეთის ვერ გაგება. ჩვენც ცხოვრობდით ოდესღაც ასეთ საზოგადოებაში და გვახსოვს თუ როგორ გვირთულებოდა მაშინ ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარება. სწორედ ამიტომ გსურს რომ გაგიზიაროთ ჩვენი არსებობის სიხარული, გაგიზიაროთ ის თუ როგორ შეიძლება გახადოთ თქვენი ურთიერთობები, ანუ ცხოვრება ბედნიერი და ჰარმონიული. გვერდწმუნეთ ძვირფასებო, ეს შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ ნებისმიერ თქვენი სიტყვისა და ქმედების საწყისად უნდა იყოს პატივისცემა და სიყვარული და კიდევ იმის გაცნობიერება, რომ თქვენთან შეხვედრილი ყოველი ადამიანი ხართ თავად თქვენ, რადგანაც ის თქვენს მსგავსად არის თქვენი შემოქმედის ნაწილაკი, ანუ სამყაროს ნაწილიც. როგორც თქვენი სხეული შედგება დიდი ოდენობით უჯრედებისგან, ასევე ჩვენი სამყაროც შედგება უამრავი ასეთი უჯრედისგან, ჩვენი სულებისგან და იმისათვის, რომ ამ ღვთაებრივმა ორგანიზმმა იმუშაოს სწორად, აუცილებელია, რომ მასში ყოველი უჯრედი იმყოფებოდეს ჰარმონიაში და სიმშვიდეში. ნებისმიერი განაწყენიანებული უჯრედი წარმოშობს ნეგატიური რეაქციების ჯაჭვს და დაავადებს ირგვლივ ყველაფერს. საზოგადოებამ, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ, დაივიწყა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სამყაროს კანონი. გარგანი ასახავს შინაგანს. ამიტომაც თქვენ გიწევთ პასუხისგება იმ ვნებების გამო, რომლებიც ჭამს თქვენს სულს, ბუნებრივი კატაკლიზმებით, პირადი დრამებითა და ადრეული გარდაცვალებებით. ახლა დავიწყოთ ჩვენ ცხოვრებაზე საუბარი და თქვენ მიხვდებით თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს თქვენი ცხოვრება მხოლოდ საკუთარი ცნობიერების შეცვლით და ყველა ცოცხალ არსებასთან ერთიან ორგანიზმმა დაჰქმით. ჩვენ ბავშვობიდანვე ვიღებთ ამ დებულებას როგორც ფუნდამენტალურსა და ყველაზე მნიშვნელოვანს. ჩვენ მაგალითებს სწავლობთ თუ როგორ მუშაობს სამყაროს კანონები. ჩვენ ვასწავლით ჩვენ შვილებს, რომ მართონ საკუთარი ემოციები, რათა იცოდნენ, რომ მსგავსი ყოველთვის იზავს მსგავს. ჩვენი პლანეტის ყველაზე ბძენი, მოსიყვარულე და მომთმენი მაცხოვრებლები ირჩევენ ბავშვების ახსნის მისიას. ისინი დებენ ამაში მთელ თავიანთ სულსა და ცოდნას, ამიტომაც შედეგით შესაბამისია. სიყვარულსა და პატივისცემაში აღზრდილ ბავშვს არ შეუძლია მოიქცეს სხვანაირად. ის მთელი ცხოვრების განმავლობაში იქნება ამ გზნობის მატარებელი და ყოველი ცოცხალის მიმართ სიყვარულის მარცვალი ყოველთვის გამოიღებს შესანიშნავს ნაყოფს. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ როდესაც თქვენ გადახვალთ დედამიწასთან ერთად ახალ რეალობაში, დაიწყებთ საკუთარი ცხოვრების აშენება სამსაუკვრო კანონების მიხედვით, რადგან მხოლოდ მათ შეუძლია დაანგრიოს თქვენში არსებული საუკუნეებით გამყარებული სტერეოტიპები და შემოიტანოს თქვენ სულში სინათლე და სიყვარული, რომლებიც მოგიტანთ ბედნიერებას, სიხარულსა და ჰარმონიას. ანდრომედეს თანავარსკვლავედის უხუცესთა საბჭო საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატება.